მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ დღეს ვისწავლით ალდა კეთელაურის უხმოდ მიუყვები ქუჩის ნაპირებს ამ სიმღერას. იყო ერთ-ერთი მოთხოვნა ამ სიმღერის და ამიტომ გადავწყვიტე დღეს ეს ჩავეწერა. მოდი დავიწყოთ მარჯვენა ხელის რითმის სწავლით და აკორდებზე შემდეგ გადავიდეთ, იმიტომ რომ რთული აკორდები არ არის, მარტივი აკორდებია. ესე იგი, რაც შეეხება რითმს. რითმი გვაქვს შემდეგნაირი, ესეთი. ცოტა გრძელი რითმია, მაგრამ ნელ-ნელა რო დავამოღამოთ, ჩვეულებრივად ისწავლეთ. ესე იგი, გვაქვს სამი ჩაკვრა, მერე ამოკვრა ჩაკვრა, ანუ თავიდან სამი ჩაკვრა, ამოკვრა ჩაკვრა. აი ესე ვაკეთებთ. სამი ჩაკვრა, ამოკვრა ჩაკვრა. და მერე ვამატებ სამი ამოკვრა, ჩაკვრა, ამოკვრა, ჩაკვრა, ამოკვრა. ანუ თავიდან სამი ჩაკვრა, ამოსვლა, ჩასვლა, მერე სამი ამოსვლა და ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. თავიდან სამჯერ ჩავდივართ. მერე ამოვდივართ, ჩავდივართ, მერე სამჯერ ამოვდივართ და ჩავდივართ, ამოვდივართ, ჩავდივართ, ამოვდივართ. ვიზუალურადაც დავხატავ და შეხედეთ უფრო მიხვდებით. ეხლა ნელა რო დავუკრავ, იქნება ესე. აი ეს არის ერთ აკორდზე. ანუ თავიდან სამი ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, მერე სამი ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. თავიდან ანუ აკორდთან ერთად რო დავუკრავ, უფრო მიხვდებით. ეს პირველი ნაწილი და მერე სამი ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. თავიდან ეხლა გავიმეოროთ ისევ. ეხლა ცოტა ნელა დავუკრავ, სამი ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, სამი ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. ისევ ნელა დავუკრავ. მერე გადავდივართ. მერე კიდე გადავდივართ. მერე ისევ სამი ჩასვლა, ანუ ეს ერთ და იგივე რითმი მეორდება სულ. სამი ჩასვლა, მერე სამი ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. მერე გადავდივართ, სამი ჩასვლა ისევ, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა სამჯერ, ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. მერე კიდე თავიდან სამი ჩასვლა ახალ აკორდზე. ამოსვლა, ჩასვლა, სამი ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. ცოტა გრძელია, მაგრამ ნელა რომ ისწავლოთ, მერე ჩქარაც ისწავლეთ. და გამოვა ესეთი. ჯერ აკორდების გარეშე ისწავლეთ ამ რითმის დაკვრა, აი ხელი დაადეთ მაგალითად აქ რო ხმა არ ქონდეს და მარჯვენა ხელის რითმი მიაჩვიეთ. და ეს მეორდება თავიდან ბოლომდე. სამი ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, სამი ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. თავიდან 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 ამას რო კარგად ისწავლით, მერე უკვე შეგვიძლია გადავიდეთ აკორდებზე. ეხლა ვნახოთ როგორი აკორდები გვაქვს. რთული აკორდები არ გვაქვს, არის საბაზისო აკორდები, რასაც ძირითადად სიმღერებში ვხმარობთ ხოლმე. პირველი არის AM-ი, AM-ით რო დავიწყოთ ესეთი აკორდი. ვინც
იცით, ვინც არ იცით, პირველ ლათში უნდა მეორე სიმი, მეორე, აი ეს. მეორე ლათში უნდა მესამე და მეოთხე სიმები. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. ესეთი ხმა აქვს. ვიწყებთ ამ აკორდით და მერე გადავდივართ C აკორდზე. C აკორდი რო ავიღოთ, პირველ ლათში მეორე სიმი გვინდა, მეორე ლათში გვინდა მეოთხე სიმი, აი ესე, და მესამე ლათში, აი ამ ლათში გვინდა მეხუთე სიმი, აი ეს. აქვს ესეთი ხმა. ანუ AM-დან გადმოვდივართ C-ზე. AM-დან C-ზე მარტივად რო გადმოვიდეთ, ამ ეს თითები ხო ესე გვიდევს. რო არ გავუშვათ ყველა და თავიდან რო არ ვეძებოთ ესენი, AM-ზე რო გვიდევს ეს თითები, უბრალოდ აი ამ თითს ავიღებთ და შემდეგ ლათში მეხუთე სიმზე დავდებთ, ერთით მაღლა სიმზე. ანუ AM, C. ძალიან მარტივი გადასვლა, რომ მთლიანი თითების აღება და თავიდან დალაგება არ გიძებთ. ანუ AM, უბრალოდ აი ეს მოძრაობა დაამოყამეთ და ეგ არის ეს თითი აიღეთ, ცოტა დაბლა წამოდით და აქ დაადეთ. მარტივად რო გადახვიდეთ. AM, C. შემდეგი აკორდი არის G. G აკორდი რო ავიღოთ, მესამე ლათში გვინდა პირველი სიმი, მეორე ლათში გვინდა მეხუთე სიმი და მესამე ლათში გვინდა ისევ მეექვსე სიმი. ნუ მე ვუბრუნდებით ისევ აი ამ აკორდზე. ამ თავიდან AM-ი, მერე C-ზე მარტივად გადავდივართ, მერე G და ვუბრუნდებით მერე AM-ზე. თითო აკორდზე ვაკეთებთ ერთ რითმს, ანუ ერთი გრძელი რითმი რაც გასწავლეთ, იმას ვაკეთებთ ერთხელ ერთ აკორდზე. ანუ თავიდან ერთხელ გავაკეთებ და უყურეთ. ეს ერთი რითმი, მერე გადავდივარ უკვე. ეს მეორე რითმი, მერე კიდე გადავდივარ. და გადავდივარ ისევ. ვუბრუნდები AM-ზე. მერე მის ამღერში გვაქვს უბრალოდ დამატებული აკორდები, ეს არის DM-ი. პირველ ლათში გვინდა პირველი სიმი, მეორე ლათში გვინდა მესამე სიმი და მესამე ლათში მეორე სიმი. და შეიცადეთ ეს ზედა სიმები, ბასის სიმები არ დაუგრათ, იმიტომ რომ დაბალი წვრილი სიმების ხმა ისმოდეს მარტო. ეს არის DM-ი. მერე DM-დან გადავდივართ E აკორდზე. პირველ ლათში გვინდა მესამე სიმი და მეორე ლათში გვინდა მეოთხე და მეხუთე სიმები. და მერე ვუბრუნდებით ისევ AM-ზე. აკორდები სულ ესენი არის. მიმდევრობას რომელი აკორდის მერე რა უნდა დაუკრათ და როგორ უნდა გადახვიდეთ, მაგას ისწავლით. აი ვიდეოს ბოლოს რომ აქვს ხოლმე მთლიანი სიმღერის დაკვრა, მაგას რო უყურებთ მერე. ანუ უყურეთ, იქ აკორდებსაც დავწერ, რა დროს რომელ აკორდს უკრავ და უფრო მარტივად მიხვდებით, რა დროს უნდა გადაცვალოთ აკორდები. ნუ სიმღერა სულას იყო, ეხა უყურეთ დაკვრას და ნუ ისწავლეთ მარტივად, რთული არაფერი არ არის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.